მე ვარ დემეტრე ციკლაური და მე ვიმხრობ იმ პოზიციას, რომ საქართველოში მე-12 კლასები უნდა გაუქმდეს. გამარჯობა დემეტრე. მე არ გეთანხმები და პირველი მაინტერესებს ბოლონის პროცესზე თუ გსმენია რამე. მითხარი. ბოლონის პროცესი არის პროცესი, რომელიც ბოლომდე მუშაობს იმისკენ, რომ შეიქმნას ერთიანი ევროპული განათლების სივრცე მოსწავლეებისთვის, რათა მათთვის დასაქმება, მობილურობა იყოს უფრო ხელმისაწვდომი და საბოლოო მიზანი არის, რომ ევროპული განათლების სისტემები დაახლოვდეს და შეიქმნას ჰარმონია. ხოლო ეს რეფორმა, რომელზეც ჩვენ საუბრობ, ბოლომდე ხელს უშლის ქართულ მოსწავლეებს, რომ მიიღონ სათანადო განათლება საზღვარგარეთ და არა საქართველოში, თუ მათ ესე სურთ. პირველ რიგში ხელს არ უშლის საზღვარგარეთ განათლების მიღების, იმიტომ მრავალი ქვეყანა დაახლოებით მაგალითად ანუ ყაზახეთი, რომელსაც ხშირად მიდიან მოსწავლეები უნივერსიტეტებში, მაგალითად ამერიკაში, ევროპაში, ასე შემდეგ და მეორე რაც ახსენე ეს იყო, რომ ევროპულ გარემოს შორდება, ხომ მეგონი ესე ახსენეთ რაღაცა. არა, ანუ ბოლონის პროცესის მიზანი არის, რომ შეიქმნას ერთიანი ევროპული სივრცე განათლების. ევროპული სივრცე და მე-12 კლასის მოშორებით დავშორდება ამ სივრცეს. მაგრამ პირველ რიგში იმაზე არ დებატი, ახლა ევროპული გარემო კარგია თუ ცუდია, ამიტომაც მაგასე ვერ მოიტანო რაღაცა. არ მაგას. მეგონი მაგასე, ამიტომ ევროპულ სივრცეს პირდაპირ აიგივებ კარგად. საქართველოს 2005 წელს თვითონ აირჩია, რომ ბოლონის პროცესის ნაწილი ყოფილიყო და 2008 წელს საბოლოოდ მიიღეს ის, რომ მე-12 კლასი უნდა ყოფილიყო სავალდებულო, რომ საბოლოოდ დიპლომი აგეღო. რა თქმა უნდა ხელს უშლის ყველაფერი, იმიტომ 11 კლასს დამთავრებული მოსწავლე ვერ შეძლებს თავისუფლად ევროპაში წასვლას. მას მოეთხოვება, რომ ან აიღოს დამატებითი წელი და იქ დაამთავროს სკოლა, ან მეც ხარჯს მოეთხოვს ეს ყველაფერი, რაც რა თქმა უნდა ყველა მოსწავლეს არ აქვს მაგის უნარი, რომ ამდენი ფული დახარჯოს საბოლოოდ განათლების მისაღებად და მე ჩემი აზრით ყველა მოსწავლეს აქვს იმის უფლება, რომ ნაკლები ხარჯის, ზედმეტი ხარჯის გარეშე შეძლოს სათანადო განათლების მიღება, რაც საქართველოში დღევანდელი სტანდარტებით არ გვაქვს. ხო, ანუ მე-12 კლასს რომ მოვაშორებთ, ეს მოშორებული რაღაცა პატარა რაოდენობის მასალა არის, რაც გადავა მე-11 კლასში, მე-10 კლასში და ასე შემდეგ განახლდება. და ძალიან რთულია მაგ მასალის და ჩენელ 3 კლასში ჩატევა, იმიტომ რომ ისაც ძალიან დიდი მასალაა და ყველაზე რთული პროცესი, როდესაც მასალას ეხება არის რამის ამოღება, იმიტომ რომ ყველაფერი არაფრს ყველაფერს ვანაწილებთ წინა კლასში. და როგორ აპირებ რომ მე-12 კლასის მასალა, რომელიც მე-12 კლასის მოსწავლისთვის, ანუ უფრო ჩამოყალიბებული მოსწავლისთვის არის განკუთვნილი, უფრო დაბალ კლასში ჩაიტანო, შემდეგ გამოდის რომ მე-11-ს უნდა ჩაიტანო მე-10 კლასში, სადაც ბავშვი კიდევ ნელ-ნელ მომწიფების პროცესია და მე-10 კლასის ჩაიტანო მე-9 კლასში, სადაც ჯერ ბავშვი ეხლა იწყებს უმაღლეს განათლებას. როგორ ვაპირებ რას ნიშნავს, ანუ ჯერ ერთი სამი სტატია არის ისეთი რომ მე-11 კლასში არ საკმარისად განვითარებული მე-12 კლასში. არა, უბრალოდ ეს არის ბუნებრივი მოცემულობა, რაც გვაქვს. ჰაერიდან მე ვერ ჰაერიდან არ განა ბუნებრივი მოცემულობა ადამიანის, რომ რაც რო იზრდება, მით რო ვითარდება, არა? არ მეთანხმება მაგაში. ანუ მე-3 წლის ბავშვი და მე იგივე დონის განვითარებას. ეგ ექსტრემალური მაგალითია, რომელიც ამ ვარიანტში მე-9 კლასელის და მე-12 კლასელიც, ანუ სათანადოდ ძალიან ბევრი ვარიანტია, რომელიც მე-9 კლასელი ბევრად უფრო განვითარებულია გონებრივად, ვიდრე მე-12 კლასელი. გამარჯობა. კარგი. ჯერ მოდი გავაგზავნოთ სადასტანთო და პირველი. როგორც მოგეხსენებათ, რამდენი ქვეყანაში, კონკრეტულად ესპანეთში და გერმანიაში, მოითხოვებათ მოსწავლეებს, რომელიც გადიან 12 წელს, რომ გაიარონ დამატებითი 1 წელი, რომ შესაბამისობაში იყვნენ მათი გერმანიის ან ესპანეთის განათლების სისტემასთან, რომ გააგრძელონ იქ სწავლება უნივერსიტეტში. მოგეხსენებათ, ეგ ხდება ესპანეთში. ესე იგი, საქართველოსდან ესპანეთში და გერმანიაში მომიდიან. მეგონი ეგ ანუ საქართველოს 12 კლასს აუცილებელია ესპანეთში საერთო სახელმწიფო პროგრამა არის ეგ. საქართველოს 12 კლასს გავლილები მიდიან ესპანეთში 1 წლის დამატებით. ეგ 13 წელია, ხო? მეგონი სახელმწიფო პროგრამა არის ესპანეთში შეგიძლიათ დასაშვებად. მაგრამ როდესაც ჩვენ მეუბნები რომ მე-12 წელს მოვაცილებ, ანუ ქართველი მოსწავლისთვის უნდა იყოს სპეციალური პროგრამა, რომელიც 2 წელს ასწავლის თითოეულ ქვეყანაში მარტო ქართველისთვის, იმიტომ რომ სხვა ევროპულ ქვეყანაში ეს არ ხდება. ან დამატებით ტუტორებთან უნდა იარონ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო ჩვენი განათლების სისტემაში და ეს რეფორმები იმიტომ მოხდა, რომ ეს ტუტორები გადმოსულიყვნენ კერძო პრაქტიკიდან, გადმოსულიყვნენ კერძო პრაქტიკიდან გადმოსულიყვნენ სკოლებში. განსხვავების უნები უნდა დაუბრუნდეთ უკან და უფრო მეტი სირთულე უნდა შეუქმნათ მოსწავლეებს იმისთვის, რომ გადავიდნენ ევროპულ უნივერსიტეტებში. ამას ერთად ამერიკაში ის ხო, უბრალოდ მანდაც დამატებიც გადიან. ეგ ესაა. ხო, ანუ პირველ რიგში, რადგან მე-11 კლასში ამთავრებ, არნიშნავს, რომ დამატებით 2 წელი, 1 წელი არის გააჩნია რა მასალას გაივლი და როგორ არის მოსყოლილი კონკრეტულად ქვეყანა. იმას ამბობ, რომ მე-11 კლასში რომ მარტო მე-11 კლასამდე რო იქნება სკოლა, იმას ამბობ, რომ მე-12 კლასში რაც იყო, ყველაფერი მოვაშოროთ და გადავაგდოთ. იმას ამბობ, რომ გადანაწილდეს ისე, რომ საკმარისი მასალა ქონდეს გავლილი ადამიანს, რომ მე-11 კლასს რო დაამთავრებს, არ დაჭირს დამატებით 2 წელი, 3 წელი, ამეთ დაჭირდეს ისე, როგორც არის ყოველთვის. როგორც მე-12
მე-12 კლასიდან მიდიან, ისე წავიდეს მე-11 კლასიდან. ეს იმის შედეგად მოხდება, რომ მე-12 კლასის მასალას გადავანაწილებთ სხვა წლებზე და რაც ახსენე, მე-11 კლასიდან წასულებს, აი ხა საქართველოში შემოგვეტანა მე-11 კლასის დაჭირება 2-3 წელი, ესე არ არის, იმიტომ არსებობს მრავალი ქვეყანა, როგორც აი წინაზე მოვიყვანა ყაზახეთი, რომელიც მიდის და პირდაპირ შეუძლიათ ისწავლონ სხვა ყაზახეთის განათლების სისტემა, ეხა ყაზახეთის განათლების სისტემა უნივერსიტეტის იმებს აერთებდა უიგივებ ჰარვარდის ან ევროპის ყაზახეთიდან მიდიან ჰარვარდში და სხვა უნივერსიტეტებში. როგორც არის 11 წლიანი სწავლება, ამაც ნებოდა შენი არგუმენტი, მაგრამ ყაზახეთში არ მიდიან. ანუ ყაზახები სკოლის დამთავრების შემდეგ რომ მიდიან ამ უნივერსიტეტებში, ყაზახეთში ხარ სწავლობ. შენი არგუმენტი იყო, რომ თუ შემოვიდა. როცა შეამცირებ ამ ყველაფერს, აი ჩამოწიეთ 11 წამდე. ძალიან ხوار გადატვირთეს ეს ბავშვი. ეს გადატვირთვა ეს რა ძალიან რას ნიშნავს გადატვირთვა? ზამის სტატია საიდან მოწეს გადატვირთვა სიტყვაზე. ჩვენ ჩამოწიეთ 11 წამდე. ეს 12 წლის ის შევამციროთ 1 წლით. ხო ეგრეა. ეხა ჩვენ ეს განათლების სისტემა ხომ უნდა გამოჯობესდეს და ჩემი ლოგიკური შემდეგი სულ იქნება, რომ ეს 1 წელი არ მოუწიოთ ევროპაში და პირდაპირ წავდნენ მაგ გადამზადების გარშე კონდეც. მოგესალმები. აი, მოკლედ, სადღაც დავიწყოთ ნულიდან. პირდაპირ რო კითხო ესე, მითხარი სამი სარგებელი, რასაც მოგვიტანს მე-12 კლასის გაუქმება. სამი სარგებელის არბიტრალურად ამარ გეტყვი ზოგადად სარგებელს, პირველ რიგში ეკონომიკური წინსვლა იქნება საქართველოში. რატო? რო ჩავშალოთ უცებ? ხო, ჩაგიშლი, ანუ მე-12 კლასს რომ მოვაშორეთ, მე-12 კლასის მე-12 კლასის დაფინანსებაში არის ძალიან დიდი ფული ხარჯება, 100 მილიონი შეიძლება იხარჯებოდეს მაგალითად მასწავლებლების სკოლაფასებში და ასე შემდეგ. და ეს სკოლაფასები და ეს ფინანსური რას ამოვიდოთ მე-12 კლასიდან, რაც გადავანაწილებთ მაგალითად სხვა წლებზე მე-11 მე-10 კლასი და კიდე სხვა პროგრამებზე, რაც შეგვიძლია საქართველოში ან მაგალითად უნივერსიტეტში. შემდეგი? ნუ პირველ რიგში ეკონომიკა არ მარტო ამითი, ასევე იმ მხრივ განვითარდება, რომ ადამიანები და მოსწავლეები, რომლებიც სწავლენ 1 წლით ადრე ჩამოვლენ 1 წლით ადრე დაიწყება ამ ეკონომიკური ძალის გაუძება, ნუ უბრალოდ ანუ რამდენად ეფექტური იქნება ამ ეკონომიკური, ასე ვთქვათ, დანაზოგის გაკეთება, ისე რომ დაუშვათ გადავანაწილოთ სხვა კლასებზე, როგორც ჩვენ თქვი, და დავზოგოთ ასე რომ ვთქვათ, ჩვენი ინვესტიცია სწავლის სახით ახალგაზრდობაზე და ანუ ამით რამდენად სწორ შედეგს მივიღებთ, ეგ არის, ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ როდესაც მე-12 კლასს აქრობ და როგორც ჩვენ თქვი, უფრო მეტად აძლიერებ წინა კლასებს და ამაზე წინა მოდებატებებმაც ისაუბრეს, რისკავ იმას, რომ მოსწავლეს მართლა უფრო მეტად გაუხლოს საქმე. სხვა ქვეყნებში საერთოდ 11 წლიანი და ძალიან კარგი ძლევენ და არ მგონია რომ საქართველოს მოსწავლეები რომ ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მაგალითად სხვა უნივერსიტეტებში ტესტის რა შედეგებით არ მგონია რომ ეს მე-12 კლასის რამდენიმე რაც პატარა მასალა სხვა შორის მე-12 კლასში ერთ-ერთი ყველაზე პატარა მასალა განაწილებული სხვა კლასებზე, რაც უდიდესი ტვირთი იყოს და უდიდესი იყოს, როცა რაღაცა ემოციური იმაზე კი არ ვაქ, რომ ადამიანს ბავშვს უდნა მეტი სტრესი ექნება რაღაცა, არამედ ვაქ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, ეს არის უდიდესი საკითხი და ეს რაღაცა ემოციური რაღაცა სტრესის ქვეშ იქნება და ეს არ იქნება სტრესის ქვეშ, ესე ჰაერიდან ჩამოსული სიტყვებით, ვერ მიჩნევთ რომ კონკრეტული ანუ თუ იმ დაზოგილ თანხას მაინც განაწილებს საგანმანათლებლო სისტემაზე, ერთი წელის სრულების გამო ის რომ ის ადამიანი უფრო ადრე, ასე ვთქვათ, მოამზადოს სამსახურისთვის და მოამზადოს იმისთვის, რომ იმუშაოს, არის რისკი, იმიტომ რომ 12 წლიანი განათლების სისტემა არის საერთაშორისო აღიარებული, ან უფრო მეტად 13 წლიანი საგანმანათლებლო სისტემა არის ყველაზე ხშირი და ყველაზე გამოცდილი. ანუ შენი არგუმენტი რა არის, რა? ჩემი არგუმენტი არის ის, რომ იმის გარისკვა რომ ერთი წელი ეკონომიკური დანაზოგის გამო რისკი არა, პირდაპირ ვიცით რომ მასალას შეგვიძლია გადავანაწილოთ მე-12 კლასში. გამარჯობა კიდევ ერთხელ. მინდა რომ საზღვარგარეთ წასვლაზე ცოტა ხანი არ ვისაუბრო და ვისაუბროთ საქართველოს განათლების დონეზე. შენი აზრით დღეს საქართველოს საჯარო განათლება როგორია? ნორმალურად. მაშინ რატომ გახდა საჭირო რომ უნივერსიტეტებში, კერძოდ და სახელმწიფოშიც დაემატებინათ სავალდებულო ქართული ენის კურსი, რომელიც ყველა მოსწავლემ, არა მარტო უცხოელმა, არამედ ქართველმაც კი უნდა იყოს? ეს მე მგონი ხშირია სხვა უნივერსიტეტებში და სხვა ქვეყნებში, ყველა ქვეყანაში არის და ყველა მნიშვნელოვან უნივერსიტეტში არის რაღაცა კონკრეტული ენის კურსი, რომელიც ქვეყანაშიც არის, მაგალითად ესპანეთი, იტალია, ასე შემდეგ, რომ უნდა გაიარო რაღაც დონის ტესტი რაღაც დონის კურსი იმ უნივერსიტეტში, იმის მიუხედავად ხმად დაიბადე თუ არა, ეგრე არ არის. მაგალითად საფრანგეთში არის რომ კი ფრანგული სავალდებულო თუ ფრანგი არ ხარ და თუ ფრანგულის აღწევას არ ხო. ასევე ძალიან ბევრ უცხო უნივერსიტეტში კი არის არჩევითი ენა, მაგრამ სავალდებულოაც ნაციონალური ენა თუ იცი და თუ ხარ იმ ქვეყნის მოქალაქე არ არის. მაგრამ მეგრო გადავდოთ ეს ფაქტი, რომ თუნდაც ეს კურსის დამატება და სავალდებულოდ გახდა უნივერსიტეტის ავტონომიის შეზღუდვა არის. მაგრამ მაგაზე არ ვლაპარაკობ.
ვილაპარაკობთ, ასე მithებს იმაზე, რომ 12 კლასს დამთავრებულ მოსწავლეს არ აქვს სათანადო ცოდნა ქართული ენის, რადგან საჭირო არის, რომ უნივერსიტეტში ისწავლოს, არა არის ეგრე და შენ იძახი რომ 11 წელ დამთავრებულ მოსწავლეს უნდა ქონდეს იმის უნარიც რომ ეგრე უნივერსიტეტში წავიდეს, უნდა იცოდეს უკვე რა უნდა და რის სწავლა უნდა და რის კეთება უნდა იყოს მზად იმისთვის რომ სამუშაო ბაზარზე გავიდეს. ისედაც იმ ყოველთვის გათვალისწინებით რომ სამუშაო ბაზარი ისედაც გადაწყვეტილია და ძალიან რთულია სამსახურის ყონა მით უმეტეს როდესაც არ გაქვს სათანადო და უმაღლესი განათლება მიღებული. და ზუსტად ეგ იქნება შემთხვევა როდესაც 11 წელს დაამთავრებს მოსწავლე, მოწევს ეგრე მუშაობის დაწყება და ვერ დაიწყებს მუშაობას კარგ სამსახურში, რადგან მას არ ექნება სათანადო განათლების ზონა. ანუ ესე იგი რომ დავიწყოთ იქიდან რომ მე-12 კლასს რომ მოვაშორებთ ის ინფრასტრუქტურის ფინანსებიც არის საჭირო ეგ ჩაიდება სხვა განათლებაში. ესე იგი ბევრი პირველ მე-11 ასე შემდეგ ამ კლასებში ჩაიდება ეს ფული ბევრად აიწევს განათლების დონე რა თქმა უნდა და მეორე რიგში რაც ახსენე კიდე რა ახსენე რომ სამუშაო ბაზარზე გასვლა არ არის ამზად ბავშვები. რომ სამუშაო ბაზარზე და რა ფაკულტეტზე გინდა იმის მოფიქრება. ნუ პირველ რიგში ეს რა თქმა უნდა ბუნებრივად მოხდება რომ ხალხს ეცოდინა რომ მე-11 კლასამდე, იმიტომ რომ მე-12-დან მე-11 იქნება ბოლო წელი, ხალხი მიხვდება რომ აქ უნდა კონდეს. ზუსტად მაგ პრინციპით მე-12 კლასს მოშორების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის რომ მე-11 კლასში არ დადიან ბავშვები, იმიტომ რომ ბოლო წელია, მასამზადებელია და ამიტომ გავაუქმოთ მოდი მე-11 კლასში ივლიან. იგივე პრინციპით მე-11 კლასს არავინ არ ივლის, ხო? იმიტომ რომ თუ ბოლო წელია და მოსამზადებელი წელია, ზუსტად იგივენერად მაგათვისაც მე-12 კლასი გახდება ეს მე-11 კლასი. და ანუ მაგ ლოგიკით რა მოდი ძალიან სკოლა გავაუქმოთ და აღარ ვიარო სკოლაში, რადგან ბოლო წელს აღარ ვივლის. პირველ რიგში რაც კონკრეტული მასალა არის გასავლელი, რის შედეგადაც შეგვიძლია გავზანო კონსეპტი. არის გასავლელი მასალა. მე-12 მაგალითად აი კერძო სკოლები რო ავიღოთ, მე-12 კლასის პირველი სემესტრი იგზავნა, მეორე სემესტრი ფაქტობრივად არ ითვლება შენ კომბინაციაში უნივერსიტეტში მიიღებისთვის. და განათლება აღარ უნდა მიიღო არა, იმას არ ვამბობ, მე ვამბობ, რომ მე-11 კლასამდე აუცილებელი მე-11 კლასის ჩათვლით აუცილებელი მასალა, რაც ვერ გაახალტურებ და თუ გაახალტურებ, უბრალოდ გავაგდებინე სკოლიდან და მე-12 კლასის მერე უკვე პირველად შენელებულია მასალა, უფრო გამეორებაზე არის და ასე შემდეგ. ხიზნები არ უნდა ვისწავლოთ. გადანაწილება ყველაფერი, გადანაწილება ეს ხო? და ჯაყოს ხიზნები მე-9 კლასამდე უნდა ისწავლოს, ან მე-10 კლასამდე არ მე-12 გაიგებს? და მე-11 კლასის აუცილებელი იმჩვენე ჩავიდეს. და ეგრე ხო და არ არბიტრალურია. მოსწავლე არ არის მაგის მზად რომ ის არ არის მზად, აი როგორც ვთქვა, ყველა მოდებატე მაგას ამბობს და საიდან არის მზად ეს პირადი ის არის რომ პირადი არ არის ეს გამარჯობა. მე მაქვს ესეთი კითხვა, კითხვა კი არა, უბრალოდ ჯერს კომენტარი, რომ 12 კლასიანი განათლება სადაც შემუშავდა ქვეყნებში, ეს არ იყო მარტო სკოლის პროგრამის გამო და შემდეგ. ითვლება, რომ ადამიანი 6 წლის მიდის სკოლაში და 18-ის ამთავრებს, ხო? როცა მობილობა ხდება არა მარტო ქვეყნიდან გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც, ხო? მაგალითად საქართველოში რაიონებიდან ჩამოსული ძალიან ბევრი სტუდენტი არის. მათ ჭირდებათ გარკვეული ავტონომია და მით უმეტეს თუ საზღვარგარეთ წასვლაზე ვლაპარაკობთ, საზღვარგარეთ როცა მიდის ქართველი სტუდენტი, არასრულწლოვანი ადამიანისთვის ეს ავტონომია არის ძალიან შეზღუდული. მას არ შეუძლია რომ იქირაოს ბინა, არ შეუძლია მაგალითად რომ კონდეს, რა ვიცი, ზოგ ქვეყანაში მით უმეტეს ჩვენთან გონი 17 წელს არის ნებადართული მართვის მოწვევა, მაგრამ არა ყველგან, თქვათ ევროპულ ქვეყნებში 18 წელს უნდა და ამ შემდეგ ანუ არასრულწლოვან ადამიანს ამთავრებინებს სკოლას, რომელსაც არ აქვს, გარდა იმისა რომ მომზადებული არ არის ინტელექტუალურად, არ აქვს ეს მენტალური და ცოდნის თვალსაზრისით ავტონომია, რომ პროფესია აირჩიოს, ტექნიკურად და ლოგისტიკურად არის პრობლემები სერიოზული. ჩვენ სკოლაში მქონია მაგალითი, როცა ბავშვი წასულა 17 წლის, ჯერთი არ ჩაურიცხავ თუ ამრავი ხა გასული წლის სინიორს ქონდა ეს პრობლემა რომ არ იყო 18-ის ჯერ და ესე და მშობელს მოუწია წაყოლა, რამდენიმე ჯერ ქონდა იგივე შემთხვევა კი არა და ბევრჯერ, რამდენიმე თვით იქ მასთან ყოფნა, ვერც ბინა იქირავა სხვანაირად ბავშვმა და საერთოდაც არ ქონდა უფლება, ავტორიზებული არ იყო რომ ეცხოვრა მარტო არასრულწლოვან ბავშვს ბინაში. შესაბამისად, ეს იქნება ეხა მთელი არმია, ეს თუ იყო ხოლმე გამონაკლისი შემთხვევა, ხო? შენ უშვებ დამოუკიდებელი ცხოვრების ფორმატში ადამიანებს, რომლებიც არ არიან უბრალოდ სრულწლოვანები. ტექნიკურად არ არიან, თორე ხა მე მონზადებული რო არ არის, ხა 18 წელსაც შეიძლება არ იყოს, ეგ ცალკე თემა. აი ამ პრობლემას რას უშვები? ამის ფინანსურად, ამის გაქაჩვა, რომ მშობელი წაყვეს ევროპაში, მაგდეთ ერთი ბავშვი ვიცი, რომელსაც დედა ეხაც იქ არის და დატოვა ქალმა სამსახური და წავიდა, იმიტომ რომ ვერ ტოვებს ფიზიკურად, ხო? აი ეს პრობლემა მაგალითად როგორ შეიძლება მოგვეცა, ეს ეხება საქართველოში რაიონიდან ჩამოსულ ბავშვებსაც ხათაში. პირველ რიგში ჩემი ფოკუსი უნდა იყოს იმაზე, რომ ეს უნივერსიტეტები და ეს განათლება საქართველოს ჩამოვიდეს იმის მაგალითად, რომ ბავშვები გავიდნენ საქართველოსთან და ეკონომიკური ძალა გაიტანოს საქართველოსთან, სხვა ქვეყნებში მიიტანონ ეს ძალა. მეორე რიგში ჩემი
მე მგონი ფაქტია რომ დაახლოებით 1% 2%-ამდე მიდის საზღვარგარეთ და დანარჩენი 99-ამდე და უფრო მეტი პროცენტი საქართველოს რჩება, ამიტომ შეიძლება არ ქონდეს ესეთი ბინის ქირაობა და დამოუკიდებლად ცხოვრების ვარიანტი და კიდევ მინდა რომ თქვა რომ ეკონომიკურად ბევრად გაზრდიან საქართველოს შესაძლებლობებს, რომ ერთი წლით ადრე უკვე დაიწყებენ ამ სამსახურზე ან თუნდაც უნივერსიტეტის დამთავრებას ერთი წლით ადრე ვიდრე სხვა დამთავრებდა და უკვე პირდაპირ საქართველოსთვის ეკონომიკური კონტრიბუცია შეეძლებათ, არა მარტო ეს, არამედ მე-12 კლასის გაუქმებაში მრავალი ფინანსები შემოვა, რაც ხალხს დამთავრება შეიძლება გამოიყენოს ინფრასტრუქტურისთვის და ასევე ეს რომ უფრო მეტი ეკონომიკური შემოსვლა იქნება ამ მოსწავლეების და სტუდენტების პირდაპირ გაზრით ამ საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს და შეიძლება ეს პრობლემას გადაიჭრას, რომ საზღვარგარეთ დაფინანსებები, ბევრად მეტი დაფინანსებები იყოს და წასვლის შესახებ და საზღვაო დაფინანსებაში რაც გულისხმობდა როგორ იქნება ეგ არ ვიცი, ეგ გაუგება სრულიად, მაგრამ ჯერ ეს ერთი შენაბობ რომ ესე იგი ხელოვნურად უნდა შეეზღუდოს ბავშვების რაღაც რაოდენობით 1 და 2% არის რამდენია ზუსტად მაგას ნახვა უნდა, მაგრამ მათ ვისაც უნდათ და აქვთ ამის საშუალება დაფინანსების მოპოვების საშუალებაც ევროპაში შეზღუდოს უნდა ხელოვნურად და დატოვო ქვეყანაში, ეს უკვე დიქტატურული და რაღაცა რეჟიმის ეს უკვე არადემოკრატიული დინამიკაა. ეს ერთი, მეორე კიდე გეუბნები რომ საქართველოში მცხოვრებ სტუდენტებსაც ეხებათ ეს რაიონებიდან ჩამოსული მთელი არმია უმრავლესობა სტუდენტების მასისა არის რაიონებიდან ჩამოსული. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და მაგ პასუხი ჩემი აზრით ეს არ გვარდება. ხო და როგორც ვახსენე ის ეკონომიკური და ის ფინანსური საშუალებებიც გამომუშავდება იმ 12 კლასის მოშორებით. ან 17 წელს ადამიანს უშვებ იმაში რაღაცა ეკონომიკაში მიიღოს მარტო. გამარჯობა. თქვენ ვთქვით რომ ქართველი ბავშვები მიდიოდნენ ქვეყნიდან და ეკონომიკას ასუსტებდნენ ამითი, ამიტომ ეგ არ მითქვია. აბა როგორ თქვით? როდესაც ადამიანი უფრო დაფოქუსირებულია ქვეყნიდან გასვლაზე ვიდრე ქვეყნის შიგნით გაუმჯობესებაზე, რა თქმა უნდა ეკონომიკა დასუსტება, მაგრამ ის არ მითქვა რომ ადამიანი თუ მიდის ქვეყნიდან, ესე იგი ეკონომიკას ასუსტებს, ეს რა. შეიძლება წავიდეს უკეთესი განათლება მიიღოს და ჩამოვიდეს, მაგრამ ფოკუსი უნდა იყოს საქართველოს განვითარებაზე და არა სხვა ქვეყანაში წასვლაზე. თქვენი ძახით რომ ანუ მე-11 კლასი, იმიტომ რომ შეგვიძლია რომ ქვეყნიდან უფრო ნაკლები ხალხი გადის, რაც ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს. ანუ თუ ამ 11 კლასიანი სასწავლებლით კიდევ შეიძლება ერთი სასწავლო წელი ქვეყნის გარეთ ქვეყნის გარეთ ისწავლოს, ამიტომ პირიქით ესეც ქვეყნის დატოვებით ისწავლე იქნება. ასევე, როდესაც რაიონებიდან ჩამოდიან ქვეყნები, ის რა ქვია, ბავშვები თბილისში რომ ისწავლონ მოემზადონ, ეს ბავშვები ასევე ამ ბავშვებს ასევე აქვს სამსახური, ამ სამსახურებით გამომიშავებენ ფულს ასევე და ამიტომ ესენი აძლიერებენ თავიანთ ეკონომიკას. როდესაც ხო, ისინი აძლიერებენ. პირველ რიგში მინდა თქვა რომ მე-11 კლასზე რო ახსენეთ იგივე წავედნენ როგორც მე-12 კლასი, პირველ რიგში არ მითქვა რომ წასვლა ცუდია, არამედ იმას ვამბობ, ერთი წლით ადრე დაიწყება მათი მუშაობა და ერთი წლით ადრე დაიწყება ეს ეკონომიკური კონტრიბუცია საქართველოს მიერ და მეორე ერთიც, რა თქვენი არგუმენტი? მეორე არგუმენტი რა იყო? მეორე არგუმენტი იყო რომ ანუ ეს მე-11 კლასელები ჯერჯერობით ქვეყანაში რჩებიან, გავიშალ წასვლა უნდა, ჯერ ქვეყანაში რჩებიან, ანუ მე-11 კლასში თუ სკოლაში არ დადიან ისინი მუშაობენ, შეიძლება თავიანთ ოჯახს ეწოდონ ფული, ანუ მუშაობენ, ამითი ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებენ და ასევე მასწავლებლებს ვისთანაც დადიან და იმსადებიან, იმათაც კონსულტიან, რაც ეკონომიკაში უფრო მეტ ფულს ამოძრავებს. კონოს რა კონტრარგუმენტია ცოტა ვერ მივხვდი მე-12 კლასის გაუქმებასთან. ეს ის არგუმენტია, რომ თუ მე-11 კლასთან ადრევე მიდიან ქვეყნიდან, მე-12 კლასში უფრო დიდი ხანი რჩებიან და უფრო ჯერ თავიდან აძლიერებენ და შემდეგ შეიძლება წასვლიდან თუ უცხოეთში. არა, ეს მე მგონი პირდაპირ ლოგიკურად არასწორია, რა თქმა უნდა, ერთი წლით მეტი თუ ქონდა სკოლა, ერთი წლით დიდი ხანი დაგჭირდება, რომ საეკონომიკური კონტრიბუცია გააკეთოს საქართველოსთან, ამ მნიშვნელობად ხა. ეს მე მგონი ლოგიკურად არასწორი არგუმენტია, მე-11 კლასელი, რომელიც დაამთავრებს მე-11 კლასში, არა მე-12 კლასში, ერთი წლით მეტი ექნება, რა თქმა უნდა, ეკონომიკური კონტრიბუციისთვის. გამარჯობა. ესე იგი, ნახე, ცოტა დრო დაგვსვა საკმაოდ, მაგრამ რეალურად ნებისმიერ რეფორმას, მით უმეტეს ესეთ მასიურ რეფორმას უნდა ქონდეს მიზანი, ხო? აი მარტივად ერთ წინადადებაში რომ ითხრა, რა არის ამ რეფორმის მიზანი? კონკრეტულად მე-12 კლასის მოშორების, ხო? დიახ. ეკონომიკური განვითარება საქართველოს. ეკონომიკურ განვითარებას როგორ გამოიწვევს მე-12 კლასის მოშორება, ნახე, გაცხადებული მიზანი, რაც დაასახელეს, დრო აღარ გვაქვს. მე ვიცავდი რეზოლუციას მე-12 კლასის გაუქმებაზე და ვფიქრობ, რომ კარგი ოპოზიცია იყო, პროსტა მე მგონი უკეთესად ჩამოყალიბებული არგუმენტები ჭირდებოდა ოპოზიციას, უფრო მეტი კრიტიკული აზროვნება. ძალიან საინტერესო დებატი იყო ჩემი აზრით. ორი ოპოზიცია საკმაოდ ძლიერი იყო,
ვფიქრობ, რომ საერთოდ ჯამში კარგი გამოვიდა, დავინახეთ ორი მხარე, დავინახეთ, რომ შეგვიძლია ასე ცივილიზირებული დებატი და ასე შეიძლება გადაწყდეს სხვა საკითხები.